ჩემი პირველი დაკავება არ იყო, გარეგნულად ჩემთვის ნაცნობი იყო, პირველად ამაკავეს 2 წლის წინ, არასრულწლოვანი ვიყავი მაგ დროს, შემიყვანეს ოთახში, ცოტა ხანში შემოვიდა, ისევ იგივე ახალგაზრდა ბიჭი და გამოდიო, ფოტო უნდა გადაგიღო, მეთქი ხო გადამიღეთ უკვე მეთქი და კიდე გადაგიღებო და რაღაცნაირად ისე აი ვერ მივხვდი უცებ პოლიციის სამმართველოში ვიმყოფებოდი თუ ქუჩაში ვცნებობდი პოლიციის მუნდირზე, გინდოდა რომ ისეულად გეტარებინა და დღესდღეობით ერთი კაცის გამო, ოლიგარქის გამო გიწევს შენს პრინციპებზე, უცნებებზე და ყველაფერზე, რაც შენთვის ამ პროფესიაში ღირებული იყო, უარი თქვა და გააკეთო, ჩაიდინოს სამარცხვინო რაღაცეები. გარემოთ დაწებული იყო სხვათა შორის ძალიან აღლეულები იყვნენ თვითონ პოლიციელებიც, ავიც გამოდდნენ, გამიხარდა, რომ ამ სისტემაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იაზრებენ რაოდენ ავიცი სამარცხვინო ქმედებებს ჩასდის ივანიშვილი თავის რეჟიმთან ერთად. წამოიყარე მაგითო. ბიჭო, რატო იგინოდი ახლა შენ? როდესაც საბადოო პოლიციის მანქანაში ჩამსვეს დაკავების შემდგომ ჩემი თავი გადასცეს ნიღბიანებმა 2 პოლიციელს, ფორმიანს. თავიდანვე გაბრაზებული ვიყავი, ასე ვთქვათ და მანქანაში ჩაჯდომის შემდგომაც ბევრ რაღაცაზე გამოთქვი პროტესტი, რომ ივანიშვილის გამო რატო მიდიხართ ამ ყველაფერზე, მამა ჩემიც მსახურობდა მეთქი პოლიციაში და ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატო თქვენთვის არის მეთქი, ანუ ეს ადამიანები, რომლებიც მათ შორის აქციაზე ვიკრიბებით ყოველდღიურად და თქვენთვისაც ვდგავართ იქ, რომ თქვენ არ გიწევდეთ ამნაირ სამარცხვინო პროცესებში მონაწილეობის მიღება და ჩემს გვერდით მარჯვენა მხარეს ახალგაზრდა პოლიციელი იყო, ახალგაზრდა ბიჭის სახეზე ეთყობოდა ძალიან წუხილის მაგვარი და მთელი ამ ჩემი ესე ვთქვათ მონოლოგის განმავლობაში პასუხი არ გაუციათ პირიქით თავშეყრილი სიჩი და კიდევაც და როცა შევედით მაშინაც ისეთ სამარცხვინო პროცესებია ზოგადად შემოვიდა ისეთი პოლიციელი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა დაკავების მომენტში კი არა, აქციაზე არ ყოფილა იმ დღეს და კითხა რომ რაზე დაკავესო და ჩემი აზრით თქვენ არ უნდა მეკითხებოდეთ მაგას, პირიქით თქვენ გამიდოგებულობთ ამ ყველაფერს თქო და შემდგომ ამ პოლიციელმავე დაიწყო ოქმის შედგენა, რომელშიც არც ის 2 პოლიციელი ღებულობდა მონაწილეობას, ვისაც ჩემი თავი გადასცეს, ასე ვთქვათ, ნიღბიანებმა. და ნუ ეს შაბლონური მარტო ესეც რამხელა რამეა, რომ გიწევს შაბლონური ტექსტი შეადგინო ერთი და იგივე მოიტყუო და ბრალი დასდო ადამიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ქალებს და რავი მოხუცებს იმაში, რაც არ ჩაუდენიათ და არ გაუკეთებიათ. ჩემი პირველი დაკავება არ იყო, გარეგნულად ჩემთვის ნაცნობი იყო, პირველად ამაკავეს 2 წლის წინ, არასრულწლოვანი ვიყავი მაგ დროს. გარემოთ დაწებული იყო სხვათა შორის ძალიან აღლეულები იყვნენ თვითონ პოლიციელებიც, ავიც გამოდდნენ, ხან ერთი გვარი ისმოდა, ხან მეორე, ხან მესამე და ნუ შედარებით ახალგაზრდა პოლიციელები, რომლებიც იყვნენ, რაღაცა ესეთი აგრესიით გამოირჩეოდნენ, მაგალითად გიორგი კაკალაძე, ვინც ჩემს მერე დააკავეს, ჩემი მეგობარი, როდესაც დავინახე, რომ ისიც კედელთან იყო დაკავებული, გავხედე და შენს დაკავეს მეთქი და ამაზე მოყვა ძალიან ისეთი მწვავე რეაქცია პოლიციისგან, რომ აი რამდენს ლაპარაკობ, გაჩუმდი, შედი შიგნით ბიჭო და რაღაცა მსგავსი ტექსტები. რასაც არ მივაქციე ხა ყურადღება არაფერსაც დამაკლებდა და არც მომიმატებდა მსგავსი სიტუაცია. მე შემიყვანეს ოთახში, ცოტა ხანში შემოვიდა, ისევ იგივე ახალგაზრდა ბიჭი და გამოდიო, ფოტო უნდა გადაგიღო, მეთქი ხო გადამიღეთ უკვე მეთქი და კიდე გადაგიღებო და რაღაცნაირად ისე აი ვერ მივხვდი უცებ პოლიციის სამმართველოში ვიმყოფებოდი თუ ქუჩაში. და ვიცი შემდეგ როცა შემიყვანეს ოთახში ცოტა ხანში შემოვიდა ის ახალგაზრდა პატრულ ინსპექტორი, რომელსაც გეუბნებოდით, რომ ჩემი ხელმოჭრილი მიშთა მანქანაში მეთქი და ძალიან ისეთი წუხილით მითხრა, რომ აი რა გინდოდა რა წასულებავიო სახლში შეწყნარად იქნებოდი და მე წყნარად იქნებოდიო და გამეცინა ამაზე
აღარ მithქვავს არაფერი. ზოგადად ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაც საუბარში იგრძნობა, რომ ძალიან უხეშად ესაუბრებიან ერთმანეთს, ანებიულებულები არიან და რა ვიცი, აი მაგალითად კონკრეტულად მაგარ ჩვენ ზოგადად სამართლოში ცოტა ხანი გაგვაჩერეთ, ძალიან მალევე გადაგვიყვანეს და წინა დღით როგორც ვიცი, რამდენადაც ვიცი, უფრო დიდი ხანი მოუწიათ დაკავებულებს სამართლოში დროის გატარება, ჩვენ მალევე გადაგვიყვანეს, გადაგვანაწილეს იზოლატორებში და შემდგომ უკვე ამ მინივენში, რა ვიცი, აი იმაზეც უწუნებდა ფაქტობრივად ყველა ბადრაგი და პოლიციელი, რომ აი აუხვალ ისევ დილიდან სმენაში, რა ვიცი, ზოგი იძახდა, რომ შეაო, ზოგმა ისაო და ხო რა ისეთ რეჟიმში უწევთ მუშაობა, რომ ძალიან დისკომფორტია ექნებათ. ფოთის იზოლატორში გადაგვიყვანეს, გზაში, რა ვიცი, საუბრობთ ზოგადად პოლიციასთან, მაგრამ პასუხს არ ცემდნენ, ლევან ხორავა განსაკუთრებით გამოირჩეოდა, საუბრით ცდილობდა მართლა რომ რაღაცა მიეწვდინა, ესაუბრებოდა ამბობდა, რომელიც მიმუშავია სტრუქტურებში, რაღაცა ისო და აი დღეს რასაც ივანიშვილი გიკეთებ თავის რეჟიმთან ერთად არის კატასტროფაო და ძალიან მწუხარ ამაზე. თუმცა პასუხის გაცემა, არც ერთმა არ მოისურვა, ისიც არ ვიცი სიმართლე გითხრათ გვისმენდნენ თუ არა საერთოდ. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩვენგან როდესაც დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, მათთვის რეალურად დისკომფორტი იყო ძალიან, რომ უჭირთ იმის მიღება, არათუ გაანალიზება, რომ აი ასეთ გარემოში უწევთ მუშაობა, რომ აი განსაკუთრებით ახალგაზრდა პატრული ინსპექტორი, რა ვიცი, შეიძლება ბავშვობაში ოცნებობდი პოლიციის მუნდირზე, გინდოდა რომ ღირსეულად გეტარებინა და დღესდღეობით ერთი კაცის გამო, ოლიგარქის გამო გიწევს შენს პრინციპებზე, ოცნებებზე და ყველაფერზე, რაც შენთვის ამ პროფესიაში ღირებული იყო, უარი თქვა და გააკეთო, ჩაიდინოს სამარცხვინო რაღაცეები, რაც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება რაღაც პოლიციის მუნდირს და ყველაფერს რა. მე ვიტყვი, რომ იზოლატორებიდან ჩვენ ალბათ ყველაზე მეტად გაგვიმართლა იზოლატორში ამაში დავწმუნდი იმის შემდგომაც, როდესაც გამოვედი და მეორე დღეს აქციაზე მივედი, ის ადამიანები, რომლებიც 11 იანვარს დააკავეს, ვისაც რაღაცაებს ვებოდნენ დანარჩენ იზოლატორებზე, რომ გამიგვირდა კიდევაც იმ, რომ ჩვენთან მსგავსი არ ყოფილა თვითონ დამოკიდებულება ბადრაგების ძალიან კარგი იყო მართლა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ესაუბრათ ჩვენთან რაღაცნაირად, რა ვიცი, და ცდილობდნენ და დახმარებას, არც არანაირი აგრესია არ იყო მათი მხრიდან, რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარა კიდევაც, პირიქით გვეუბნებოდნენ კიდევაც, რომ ნუ იფიქრებთ, რომ რაღაცნაირად კრიმინალებად გიყურებთ და გთვლით, ჩვენი ცხოვრება არც აქ დაწყებულაო, არ დავბადებულო, არ თვაქაო, ჩვენ უბრალოდ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას ვასრულებთო პირიქითო, რაღაცა ქუჩაში რომ შევხვდებითო ერთმანეთსო, კარგი დამოკიდებულებით უნდა ვიყოთო, რაღაცა ბათუმში მithumetes ხშირად გვიწევსო ჩამოსვლაო, ამიტომ რა ვიცი, დამოკიდებულება მათი მხრიდან მართლა კარგი იყო და გამიხარდა, რომ ამ სისტემაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იაზრებენ რაოდენ, რა ვიცი, სამარცხვინო ქმედებებს ჩასდის ივანიშვილი თავის რეჟიმთან ერთად. ნუ შესვლისას ხელმარცხნივ იყო, რა ვიცი, საჭირო ოთახის მაგვარი, ნახევრად დახურულია, ხო? ხო, კედელი არის გამოყვანილი, რა ვიცი, ეს წელამდე გიწვდება და შევამდი არაფერი არა. არის 3 საწოლი ლოგინი, მარჯვენა მხარეს 2 სართულიანი, მარცხენა მხარეს 1 ჩვეულებრივი, შუაში არის კედელზე მიმაგრებული რკინის მაგიდა და 2 სკამი და თავზე არის პატარა ფანჯარა გაკეთებული. რა ვიცი, სუფთავა იყო მართლა, მაგ მხრივ არ ყოფილა პრობლემა, ერთ-ერთი უბრალოდ ძალიან მარტივად იმტვერებოდა და ის უმტვერი იყო თან, ძალიან ცუდი ამინდები დაგვემთხვა და განიავებაც იშვიათად გვიწევდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქარი შემოდიოდა და რა ვიცი, შედაც არ იყო სითბო, ასე ვთქვათ, დიდად. რა ვიცი, საწოლი ლოგინებს რაც შეეხება, დიდ სფეროებს ვერ ვიტყვი, რაღაცა პატარა ლეიბის მაგვარი ეფინა, მაგრამ რა ვიცი, თითქმის არ ასრულებდა თავის ფუნქციას, ასე ვთქვათ, ისეთ შეგრძნება ჰქონდა, რომ რკინაზე იწექიდა. ციოდათ? კი, სხვათა შორის იყო სიცივეებიც,
სითბო მეინდა მაინც უზრუნველყოფილი არ იყო. საჭმელი რა იყო? საჭმელი თვითონ იზოლატორს ჰქონდა მივინა, ერთჯერად ის სუპები რო არის, ეგ, პაშტეტი იყო კიდე თუ გავწდები და რა ვიცი, ჩაი და ამიტომ არაფერი. საჭმელზე არ მქონია პრობლემა, ჩვენი თანამოაზრეების, თანამებრძოლების დამსახურებით, რა ვიცი, პირიქით აი ის იმდენი საჭმელი გქონდა და იმდენი რაღაცა შემოგვიგზავნა, რომ თვითონ ბადრანგებით შოქში, აი არასდროს ამდენი სამნათი არ შემოსულაო რა. ყოველდღიურად მათ თვითონ ფოჩი სხვათა შორის იყო ერთი პიცერია და მომიწვა სამწუხაროდ სახელი, რამდენჯერმე შემოგვიგზავნა, გამომიგზავნა პიცა და რაღაცა მხარდასაჭერი წერილი ეწერა წითელი ფლომასტერით და მაგალითად ძალიან გამithვა გული და ეს ამბავი იყო ძალიან ყურადღება გაამახვილა ჩაიზე და უნდა ვკითხო, მართლა გემრიელი ჩაი აქვს? აი მართლა ყველა შევთანხმდით, რომ ჩაი იყო, აი მართლა ძალიან გემრიელი. ესე გამორჩეულად და გამახსოვდა იზოლატორის ჩაი. იზოლატორის ხმებიდან რამეს გამოარჩევდი? დღისით ღამით? დღისით არა უფრო ღამით აკვირდები მსგავს რაღაცეებს დილით თუ ხარ ვინმესთან ერთად იმყოფები იზოლატორში, თანამისაკნესთან ერთად ასე ვთქვათ, საუბრობთ და იმდენად, რა ვიცი, არ არის ამ სიჩუმის გარემო. ღამით რა ვიცი, ძირითადად მე თან მეძინა მეორე სართულზე პანჯარასთან ახლოს და რა ვიცი, შემოდიოდა ხოლმე გარის ხმა, წვიმის ხმა და ვიცი, სხვა შორის წიგნის კითხვას ძალიან გვხვდებოდა ეგ გარემო. ღამით როგორ გეძინათ? ცუდად სხვათა შორის ძალიან გაგვიჭირდა ძილი, რა ვიცი, დღის განმავლობაშიც დიდად ენერგიას ვერ ხარჯავდით და ზოგადად მე ვფიქრობ, ვინც აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართული, ძილი ჩვენთვის ძალიან შეზღუდული სიამოვნებაა და მეც თვითონ ბოლო წლების განმავლობაში მაგასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა და იმ გარემოში განსაკუთრებით, როდესაც გამოკეტილი ხარ 4 კედელში, თან მithumetes ბევრი საფიქრალი გაქვს, დღის განმავლობაშიც ვერ ხარჯავ ენერგიას, ვერ ეკეთებ ვერაფერს განსაკუთრებულს და ძილი-ჭირდა ძალიან. მაგის პრობლემა მქონდა ნამდვილად. თან ლოგინის მაინდა-მაინც არ იყო კომფორტული, ასე ვთქვათ. ზოგადად იქ გატარებულ დღეებში მივხვდი, რომ ის გარემო გიქმნის ისეთ სიტუაციას, მდგომარეობას, რომ გიწევს იფიქრო ისეთ რაღაცეებზე, რაზეც აქამდე არ გიფიქრია და რა ვიცი, ძირითადი, რასაც აკეთებ, არის ფიქრი. ფიქრობ ყველაფერზე, ნერვიულობ, შფოთავ. ასე კონკრეტულად სხვათა შორის ჯერ არ მიფიქრია იმაზე შეიცვალა თუ არა რამე, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. რა ვიცი, პირველი ალბათ გაქვს დარჩენილი პირველი პერიოდი ფიქრი იმაზე, რომ უსამართლოდ მოგიწია იმ დროის გატარება იქ და შემდეგ ახსენდება ზოგადად რა დონეზე დაბინძურებული არის სისტემა, რაზეც ასვლა უწევთ პოლიციელებს, მოსამართლეებს და რა ვიცი, უხარ იმაზე, რომ ახალგაზრდებსაც, თქვათ, სიტყვაზე სტუდენტებს ებრძვიან ამ გზით და რა ვიცი, სისტემიდან ყველა ცდილობს, რომ აი საკუთარი თავისგან აერიდოს და სხვას გადაწვინოს, ესე ვთქვათ, ეს პასუხისმგებლობა და რა ვიცი, ამაზე ფიქრში დიდი დრო გავატარე და განსაკუთრებულად შეიცვალა მეთქი რამე არა, პირიქით ვფიქრობ, უფრო მოტივაცია მოგვეცა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ამ სისტემის დანახვის და საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ პირიქით უფრო მოგვეცა მოტივაცია, რომ აი შევცვალოთ ეს სისტემა, იმიტომ რომ აუცილებლად შესაძლებელია არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწევდეს ადამიანებს ასეთ გარემოში ყოფნა, მუშაობა, ან ასეთ მსგავს სიტუაციაში, თუნდაც მოქალაქის მხრიდან, მოქალაქეს არ უნდა აუწევდეს ასეთ უსამართლობაში ყოფნა და მათ შორის არც იმ პოლიციელს არ უნდა უწევდეს ამ უსამართლო გარემოს შექმნა, სისტემა და რეჟიმი ამას არ უნდა აიძულებდეს.
ჩემთვის რეალურად რთული გარემო იზოლატორში მამის ამბავმაც შექმნა, იმიტომ რომ როცა მე დამაკავეს იმ მომენტში რეანიმაციაში იყო და პირველი დღეები მაგაზე მივულობდი, რომ არ ვიცოდი რა მდგომარეობაში იყო ოპერაცია ქონდა გაკეთებული, რის შემდეგაც რაღაც კონკრეტული სირთულეები შეექმნა, გადაიყვანეს რეანიმაციაში და რა ვიცი, ბადრაგებსაც ვთხოვდი, რომ თუ ვინმე მოვა რამის მოსატანა დაახლოველი, რა ვიცი, კითხეთ მამის ამბავი, ადვოკატსაც ვთხოვდი, რომ გამაგებინეთ როგორ არის თქო და პირველი 4 დღე სანამ პირველი 6 დღე სანამ გავიგებდი ვის მდგომარეობას განსაკუთრებულად რთული და მძიმე იყო და შემდეგ უკვე გამოწერეს თუ არა, რომ გაიგო, რომ დამაკავეს, მეორე დღესვე ჩამომაკითხა, შემომიგზავნა რაღაცეები და მაგ დღეს რომ დაუბრეკე დედას, საღამოთი გავიგე, რომ მამას დეიდა გარდაეცვალა და რა ვიცი, მაგანაც ძალიან დამამძიმვა, ასე ვთქვათ. მამა მიჩვეულია კი ჩემს სამთო დასავლებს, მაგალითად, როდესაც თბილისში ვიპარებოდი აქციებზე, ჩხუბი არასდროს, იმიტომ რომ მალევე მიხვდა ზოგადად, რომ არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე, არ შემიძლია გავჩერდე და როცა მირეკავდა ერთ რამეს მართხილებდა და მიმეორებდა ყოველთვის, რომ პოლიციასთან ფრთხილად იყავი, არ გინდა უზრდელობა და მეუბნებოდა, რომ ყველა ფორმიანი ვინც მაგ დგას, მაგ დგომა არ უნდა და იცოდეო, გაითვალისწინეო. პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ცდილობენ, ასე ვთქვათ, თავს მოახვიონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ აი აქციის მონაწილეებიდან მოდის, ვთქვათ, აგრესია და ამას მოყვება უკვე შემდგომ ჩვენი რეაგირება და სამწუხაროდ გარკვეული ნაწილისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს საკმარისია, რომ გაამართლონ, ასე ვთქვათ, პოლიციის და ძალოვანი სტრუქტურის მხრიდან მსგავსი ქმედებები. მე პირადად მამა ჩემიც პოლიციელი იყო და ბავშვობიდან ვიცოდი რა არის მუნდირი და იმის მიუხედავად, რომ ეს მუნდირი დღესდღეობით შერწყმულია და საქართველოში აღარ არსებობს პოლიცია როგორც სამართალდამცავი სტრუქტურა, პირიქით გადაიქცა სამართალდამცავ სტრუქტურად, მოძალადე სტრუქტურად. ამის შემდგომაც არ მქონია არანაირად იმის სურვილი ან რა ვიცი, სიტუაცია, რომ შეურაცხყოფა მეყენებინა პოლიციისთვის და ეს განსაკუთრებით ბათუმში ძალიან კარგად იციან. 93 დღის განმავლობაში ვდგავართ უკვე ირაკლი დგებუაძე მას თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი მხრიდან მსგავსი რამე არის, რა ვიცი, დაუშვებელი და გამორიცხული. ჩვენი მხრიდან არასდროს არ ყოფილა პოლიციის მიმართ რაღაცნაირად დამაკნინებელი ან მსგავსი დამოკიდებულება და მსგავსი რაღაცის მცდელობა. მაქსიმუმ რუპორში საუბრისას, როდესაც ვესაუბრებოდით იმაზე, რომ დაიცვან მათი მუნდირი, არ მისცენ ივანიშვილს იმის საშუალება, რომ ეს მუნდირი, რა ვიცი, გათელონ და დაფიქრდნენ, სანამ ამ ფორმით იძალადებენ იმ მოქალაქეებზე, რომლის მიმართაც ვალდებულება გააჩნიათ, რომ პირიქით დაიცვან. ამიტომ არა გამორიცხულია განსაკუთრებით ახალგაზრდებიდან, ხა ჩვენ კონკრეტულ პოლიციელებსაც ვიცნობთ, ასე ვთქვათ, 83 დღე ბოლო-ბოლო ყოველ დღე 7 საათზე ერთმანეთს ვხვდებით და რა ვიცი,